რა მოხდა სინამდვილეში გილადის ფერმაში გასულ პარასკევს? მრავალი რეპორტაჟი ყურადღებას ამახვილებდა მომხდარის შედეგებზე, მაგრამ სრული ამბავი აჩვენებს კოორდინირებულ ტერორისტულ ტალღას, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ეს სათაურებში გამოჩნდა. დღეს ჩვენ ვაზუსტებთ რა მოხდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას გვიყვება ეს იუდეასა და სამარიაში მზარდი უსაფრთხოების საფრთხის შესახებ? Wow, მოგესალმებით გადაცემაში Judacation-ი JNS TV-ზე. მეგობრებო, როგორც ჩანს, იუდეასა და სამარიაში ტერორიზმის ახალი ტალღის შუაგულში ვიმყოფებით. გასულ პარასკევს ნებადართული გახდა იმის გამოქვეყნება, რომ 32 წლის ბენ ბინიაუ მელტი ღმერთმა იძიოს მისი სისხლი. ჰავად გილადის მცხოვრები. საზოგადოების საგანგებო რეაგირების ჯგუფის წევრი. ისევე როგორც სარეზერვო ჯარისკაცი ისრაელის თავდაცვის ძალებში, მოკლეს მომაკვდინებელის როლის შედეგად. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი იუვალ ეზრა, დაიღუპა ებრაელების დაცვისას ამ ტერიტორიაზე. ღმერთმა იძიოს მისი სისხლი. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბენ ბინიაჰუ წავიდა, რათა დახმარებოდა მოგზაურთა ჯგუფს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არაბმა ტერორისტებმა დაარტყეს. სამაშველო ოპერაციის დროს მას ადგილზე ესროლეს და მოკლეს. მას დარჩა მეუღლე ესტერი და ორი ქალიშვილი, 12 და 13 წლის. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ტერორისტებმა შეძლეს ბენ ბინიაჰუს იარაღის წართმევა, როდესაც მან მათ წინააღმდეგობა გაუწია და ადგილზე მოკლეს. ჯარისკაცებმა უპასუხეს და ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს იყო მკვლელური ტერორიზმის საზარელი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამ გადაცემისთვის ჩემს ჩანაწერებს მუდმივად მიწევს შეცვლა, რადგან ამ კვირაში სულ უფრო მეტი თავდასხმა მოხდა. უსამძიმრებთ ოჯახებს. მხოლოდ ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს, არაბმა ტერორისტებმა თავს დაესხნენ მოხალისეებს, რომლებიც ცდილობდნენ ჩაექროთ ცეცხლი, რომელიც მათ განზრახ გააჩინეს. აი რა მოხდა. ტერორისტებმა სამარიაში ხუთშაბათს, რაც იყო ტიშა ბეავი, როდესაც ებრაელები მარხულობენ და გლოვობენ ისტორიულ უბედურებებს, მათ შორის ჩვენი ორი ტაძრის განადგურებას იერუსალიმში. განზრახ გააჩინეს ხანძარი დერა ხავრაამის ფერმაზე, ელონ მორეს მახლობლად სამარიაში. ფერმის მფლობელი ითამარ კოჰენი სხვა მოხალისეებთან ერთად სწრაფად მივიდნენ ადგილზე, რათა ცეცხლი ჩაექროთ. როცა მივიდნენ, მათზე დანებით შეიარაღებული არაბები დაესხნენ თავს. კოჰენი რამდენჯერმე დაჭრეს. ერთმა მოხერხებულმა მოხალისემ ორი არაბი ტერორისტი მოკლა, რითაც კიდევ უფრო დიდი სისხლის რვა იცილა თავიდან. კოჰენი მძიმე მდგომარეობაში ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ ის გონზე იყო, მაგრამ საშინელი ტკივილი ჰქონდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინის ასავტონომიის ქვეშ მყოფი ახლომდებარე სოფელი ბეით-ფურიკი ალყაში მოაქციეს და დაიწყეს ოპერაციები დამნაშავეების მოსაძებნად. სამარიის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი იოსი დაგანი შემთხვევის ადგილზე მივიდა. მან ინციდენტს სერიოზული ტერორისტული თავდასხმა უწოდა. მან პალესტინის ავტონომია ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა და ისრაელის მთავრობას მოუწოდა, ციტირებ, რკინის მუშტით უპასუხოს. ამ თავდასხმაზე გამოძიება კვლავ გრძელდება. კიდევ ერთხელ, არაბმა ცეცხლწამკიდებლებმა ცეცხლი გააჩინეს. მათ იციან, რომ ისრაელები მივლენ ცეცხლის ჩასაქრობად. და შემდეგ მათ დანით თავდასხმა განახორციელეს. ეხლა ეს უკვე ნანახი გვაქვს. რამდენჯერ განახორციელეს არაბებმა ორმაგი თვითმკვლელი აფეთქებები 2000 იანი წლების დასაწყისში. იცოდნენ, რომ როცა პირველი ბომბი აფეთქდებოდა, სამაშველო ჯგუფები მივიდოდნენ და სიცოცხლის გადარჩენას ეცდებოდნენ. როცა ისინი მივიდოდნენ, არაბები კიდევ ერთ ბომბს ააფეთქებდნენ. მიზანი, რაც შეიძლება მეტი სისხლის ზღვის გამოწვევაა. ეს იგივე ავადმყოფური სტრატეგიაა აქაც, ცეცხლით და შემდგომი დანით თავდასხმით. იმავე დღეს, გასულ ხუთშაბათს, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი ჩრდილოეთ სამარიაში მსუბუქად დაიჭრა, როდესაც ტერორისტმა მისი დანით დაჭრა სცადა. რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა დანით თავდასხმის მცდელობისას გუშ ეციონში. და შემდეგ გვაქვს ის, რაც მოხდა გასულ შაბათს. მძლავრმა ხანძარმა იმავე თემს გადაუარა. გილადის ფერმა, ჰავად გილადი, სადაც 15 სახლი განადგურდა, 10 ბიზნესი და 30-ზე მეტი ნაგებობა. დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. 100 ოჯახი ევაკუირებული იქნა შაბათის შუაგულში. სულ 41 სახანძრო და სამაშველო ჯგუფი, დამატებითი ძალების მხარდაჭერით მუშაობდა ადგილზე ხანძრის ჩაქრობის მიზნით. და ისინი ცდილობდნენ ინციდენტის სრულად კონტროლქვეშ მოქცევას. ადგილობრივი ოფიციალური პირები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ხანძარი უბრალოდ შემთხვევითობა არ იყო, არამედ ეს იყო განზრახად გაჩენილი ხანძარი. სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, ეს იყო ხანძრის გაჩენით განხორციელებული ტერორიზმი. გამომძიებელთა ჯგუფმა გაავრცელა წინასწარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხანძარი დაიწყო ერთი წერტილიდან მას შემდეგ,
რაც ავტომობილიდან გადაგდებულმა სიგარეტის ნამწვალმა გზის პირას მშრალი ბალახი აალება. გამოძიება გრძელდება, მაგრამ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. და ვინ იყვნენ ეს ეჭვმიტანილები? პალესტინის ავტონომიის ოფიცრები. და კიდევ რა გავიგეთ? ორი ეჭვმიტანილი ჯომაჰების ტერორისტული ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ახლომდებარე სოფელ ქფარ ქადუმში ცხოვრობენ. ამ ორის ნათესავი შადი ჯომა იყო იმ ტერორისტული ჯგუფის წევრი, რომელმაც დაახლოებით 19 წლის წინ მოკლა იეჰუდა ზოლდანი, ნათელი ხსონამას. შადი იმ დროს პალესტინის ავტონომიის პოლიციის ოფიცერი იყო და თავდასხმის შემდეგ პალესტინის ავტონომიამ ადმინისტრაციულ პატიმრობაში 19 წელი ჰყავდა, სანამ ცოტა ხნის წინ ის ისრაელის თავდაცვის ძალებმა დააკავეს. ეხლა უნდა დაველოდოთ სრული გამოძიების დასრულებას, რათა გაირკვეს რა მოხდა აქ ხანძართან დაკავშირებით. მაგრამ მე გავრისკავ და ვიტყვი, რომ ეს განზრახ მოწყობილი ტერორისტული ცეცხლის საკიდება იყო. მიზანი ნათელია. ისრაელის მიწის დაცვა და რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკლის მცდელობა. ამ შემთხვევაში გილადის ფერმის ადმინისტრატორმა სასწაულად შეაფასა ის ფაქტი, რომ არც ერთი მსხოვრები არ დაშავებულა, თუმცა მეხანძრემ ცეცხლთან ბრძოლისას საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. საზოგადოების ლიდერები, მათ შორის შომრონის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი იოსი დაგანი, პირობას დებენ, რომ ფერმა უფრო დიდი და უკეთესი აშენდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და ისინი, ვინც ხანძრის გამო იძულებით გადაადგილდნენ, მალე საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. ამასობაში დაიწყო crowdfunding-ის კამპანია და მოკლე დროში მილიონობით დოლარი შეგროვდა იძულებით გადაადგილებული ოჯახების დასახმარებლად. და როგორც დაგანმა გააფრთხილა, მისი კომენტარები მიმართული იყო მათკენ, ვინც ცეცხლი გააჩაღა და ვინც ცდილობდა ზიანი მიეყენებინა ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხისთვის. თქვენ ვერასოდეს დაგვამარცხებთ. მე ველოდები სწრაფ მართლმსაჯულებას მათ წინააღმდეგ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა და სხვებსაც, ვისაც ახლახან ვისაუბრე. ამავდროულად ისრაელმა უნდა იმოქმედოს, რათა შექმნას რეალური შეკავების მექანიზმი და მომავალში მსგავსი სახის ცეცხლის საკიდების თავდასხმები აღკვეთოს, განსაკუთრებით ამ ცხელ და მშრალ ზაფხულის თვეებში. მეგობრებო, მართლა არ ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის ეს იუდეასა და სამარიაში ტერორიზმის ტალღას გავს. ლოცულობ, რომ ჩვენი ლიდერები ისრაელის სახელმწიფოში სწრაფად იმოქმედებენ, სანამ ვინმე კიდევ დაშავდება. ვიცი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მამაცი მამაკაცები და ქალები მზად არიან საფრთხეს გაუმკლავდნენ. სინამდვილეში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰავად გილადის მახლობლად თავდასხმის შემდეგ სამარიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია გამოაცხადეს, რომლის დროსაც პალესტინელმა ტერორისტებმა 2 ისრაელი მოკლეს და 6 სხვა დააჭრეს. ისრაელის თავდაცვის ძალები რეგიონში დამატებით ძალებს აგზავნიდნენ და ჯარისკაცების შვებულებებს აყოვნებდნენ, რა ნებდნენ, რათა პრობლემას გამკლავებოდნენ. ამ დროისთვის 70 ძებნილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს. ვილოცებთ ისრაელის თავდაცვის ძალების მამაცი მამაკაცებისა და ქალების უსაფრთხოებისთვის როინსთვის, რომლებიც ამ ოპერაციას ატარებენ და ჩვენ აქ ისრაელში გვიცავენ. 24 საათი, კვირაში 7 დღე. გავაგრძელოთ. იცოდით, რომ პალესტინის ავტონომიას ჰყავს დაახლოებით 70,000 შეიარაღებული პირისგან შემდგარი არმია, როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღწერს. ჩემი კარგი მეგობრის მორის ჰირშის თქმით, რომელიც იერუსალიმის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა ცენტრში პალესტინის ავტონომიის ანგარიშვალდებულებისა და რეფორმის ინიციატივის დირექტორია, პალესტინის ავტონომიის უსაფრთხოების ძალები ბევრად აღემატება იმას, რაც ოსლოს შეთანხმებებით იყო ნებადართული. ჰირში ამბობს, რომ თავდაპირველად პალესტინის ავტონომიას მხოლოდ შეზღუდული პოლიციის ძალა ჰქონდა ნებადართული საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. მისი თქმით, ამის ნაცვლად ეს ძალა გადაიქცა ძლიერ შეიარაღებულ სამხედრო ძალად, რომელსაც 10,000-ობით იარაღი, ჯავშან ტექნიკა და მძიმე შეიარაღებაც კი აქვს. საფრთხის მასშტაბის უკეთ გასაგებად, ჰირში აღნიშნავს, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტის დროს ისრაელში დაახლოებით 6,000 ტერორისტი შეიჭრა. ის ამტკიცებს, რომ დღეს იუდეასა და სამარიაში არსებული შეიარაღებული ძალა დაახლოებით 10 ჯერ მეტია. ის ასევე აფრთხილებს, რომ ისრაელის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები პალესტინის ავტონომიის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მხოლოდ 14-დან 22 კილომეტრამდეა დაშორებული. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ისრაელი აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ ეს ძალები ოდესმე ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემოტევას გადაწყვეტენ. ჰერშის ანგარიშის მიხედვით, ვით პალესტინის ავტონომიის უსაფრთხოების ძალები მეორე ინტიფადისა თუ ოსლოს ომის შემდეგ 400%-ით გაიზარდა და ახლა დაახლოებით 70,000 მოსამსახურეს ითვლის. ეს მიუხედავად იმისა, რომ ოსლოს პერიოდის შეთანხმებები ძალების რაოდენობას დაახლოებით 30,000-ზე ზღუდავდა, ჰერშმა დაასკვნა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ამ ძალების პოლიციის სამსახურად აღქმა და მათ პოტენციურ სამხედრო საფრთხედ უნდა შეხედოს. მათი დემილიტარიზაციისკენ მოუწოდებს მკაცრ კონტროლს და უცხოური დაფინანსებით სამხედრო წვრთნების დასრულებას. ჰერში სრულიად მართალია. ჩვენ ვერ უგულებელყოფთ ამ რეალობას. მე ვამტკიცებდი, რომ ისრაელმა მთლიანად უნდა დატოვოს ოსლოს შეთანხმებები. სულ მცირე, ისრაელმა უნდა უზრუნველყოს იმ წესების შესრულება, რაც უკვე არსებობს.
საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ არმიის უგულებელყოფას ჩვენს კართან. გავაგრძელოთ. ორგანიზაცია Palestinian Media Watch-მა ამ კვირაში განაცხადა, რომ ისრაელელებს შორის ორი ისრაელი ჯარისკაცის ლინჩი. არაბული ბრბოს მიერ რამალაში 2000 წლის ოქტომბერში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შემზარავი შემთხვევაა პალესტინის ავტონომიის 5-წლიანი ტერორის კამპანიიდან, რომელსაც მეორე ინტიფადა ეწოდება 2000 წლიდან 2005 წლამდე. ის სამარცხვინო ცნობილი ფოტო, სადაც პალესტინელი ფანჯრიდან აჩვენებს ბრბოს თავის სისხლიან ხელებს, ყველა ისრაელისთვის ცნობილია. პალესტინის ავტონომიაში რამალას ლინჩის მკვლელებსა და სხვა მონაწილეებს დღემდე 26 წლის შემდეგაც კი პალესტინის ავტონომიის ოფიციალური პირები ზეიმობენ და პატივსცემენ. ბოლო დროს გათავისუფლებულებს შორის იყო ზაიად ჰამუდა, რომელიც მონაწილეობდა ისრაელის რეზერვისტების ვადიმ ნურჰიცისა და იოსი ავრამის ლინჩში. ის გათავისუფლდა 2026 წლის იანვარში ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლისლის შეწყვეტისა და მძევლებისა და პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში. მოდით გავიხსენოთ, რომ მას შემდეგ რაც ორი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი შემთხვევით შევიდა რამალაში, ბრბომ ისინი დააკავა და პალესტინის ავტონომიის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ისინი აწამეს, მოკლეს და მათი სხეულები დასახიჩრებული იყო. ჰამუდა იყო ის, ვინც ნურიტის სხეულს ცეცხლი წაუკიდა. ჰამუდას გათავისუფლების შემდეგ პალესტინის ავტონომიის მაღალი თანამდებობის პირები სასწრაფოდ მივიდნენ მის შესახვედრად და საქებრად. მათ შორის იყო რამალას ოლქის გუბერნატორი ლეილა ღანემი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის პატივია ჰამუდას მისალმება და დაახასიათა დაპატიმრებული ტერორისტები. ციტატა: სანათი, რომელიც ჩვენს ხალხს გზას უჩვენებს. HMW-მ დააფიქსირა, რომ პალესტინის ავტონომია მხარს უჭერს და ამაყობს გმირი ტერორისტების და ორი ისრაელი ჯარისკაცის ლინჩში მკვლელების ქმედებებით. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. ეხლა ვიმყოფები გმირი პატიმრის ჰაბის ბიოუტის ოჯახთან, რომელიც სამუდამო პატიმრობაშია ოკუპანტის ციხეებში. ეხლა ვიმყოფები გმირი პატიმრის მოჰამედ ნუარას სახლში, რომელიც ასევე სამუდამო პატიმრობაშია. ღმერთმა გაათავისუფლოს მოჰამედი, მას ყავს ყვავილივით ბიჭი, საამაყო და ღირსეული. მე ვამაყობ, რომ ყავს ასეთი ძმა, როგორც მოჰამედი, ვამაყობთ და მის გამო თავს მაღლავწევთ. ეხლა მივედით გმირი პატიმრის, ჯოვად აბუყარას სახლში, რომელიც ასევე სამუდამო პატიმრობაშია. უსურვებთ მას და ყველა ჩვენს პატიმარს სრულ თავისუფლებას. არსებობს კიდევ ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ აქებს და ასახელებს პალესტინის ადმინისტრაცია ტერორისტებს, რომლებსაც ხელების სისხლით აქვთ გასრული, როგორც გმირებს. რეალობა ისაა, ეს არის საზოგადოება, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს აქ, იუდეასა და სამარიაში. არა სადღაც შორეულ ღაზაში, არამედ პირდაპირ ჩვენს გვერდით. ეს არის ლიდერობა, რომელიც აქებს ტერორიზმს და ტერორისტებს ხელფასს უხდის. ეს არის ჯგუფი, რომელსაც განკარგულებაში ხავს ათასობით და ათასობით ჯარისკაცი, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლისთვის არიან განკუთვნილნი. თუმცა, როგორც რამდენიმე წუთის წინ აღინიშნა, გილადის ფერმასთან დაკავშირებით ისინი ტერორიზმს არ ებრძვიან. ისინი თავად არიან ტერორისტები. და ეს არის ის, რასთანაც ისრაელს შეიძლება მოუწიოს გამკლავება, როცა ირანის ფრონტზე სიტუაცია დამშვიდდება. იუდეასა და სამარიაში მცხოვრებთათვის იყავით ფხიზლად და ყურადღებით, რადგან ეს არის ჩვენი რეალობა აქ. გავაგრძელოთ. ნიდერლანდებმა ამ კვირაში გამოაცხადეს, რომ 22 სექტემბრიდან აკრძალავენ იმ დასახლებებიდან იმპორტს, რასაც ისინი დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებს უწოდებენ. ნიდერლანდები შეუერთდება ირლანდიას, ბელგიას და ესპანეთს ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც დააწესეს შეზღუდვები ვაჭრობაზე დასახლებებთან, რომლებიც მათი აზრით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველა ეს ქვეყანა ასევე აღიარებს ეგრეთ წოდებულ პალესტინის სახელმწიფოს. მოხსენებების მიხედვით აკრძალვა გავრცელდება დება იმ საქონლის იმპორტზე, შეძენასა და გაყიდვაზე, რომელიც წარმოებულია პალესტინის ტერიტორიებზე მდებარე არალეგალური ისრაელის დასახლებებიდან. მათი სამინისტროს მიხედვით. კიდევ ერთხელ, ჩვენ საუბრობთ აკრძალვაზე ებრაული პროდუქციის მიმართ და მხოლოდ ებრაული პროდუქციის მიმართ, გეოგრაფიის საფუძველზე. ნიდერლანდები მიესალმება ამსტერდამში, პარიზში ან ნიუ-იორკში წარმოებულ ებრაულ პროდუქციას, მაგრამ არა იუდეაში წარმოებულ ებრაულ პროდუქციას. გადაწყვეტილება მთელ ტერიტორიას პალესტინის ტერიტორიებად მოიხსენიებს. იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ისრაელს აქვს უფლებამოსილება C ზონაში. დავაზუსტოთ, ეს ყველაფერი ისრაელის მიწაა, მაგრამ ამჟამად აკრძალვა ვრცელდება ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშაა. ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ არაბების დასახმარებლად, რადგან თუ ეს კომპანიის ფინანსურ შედეგებზე აისახება. პირველები სამუშაოს დაკარგავენ ისრაელის კომპანიებში დასაქმებული არაბები, იუდეასა და სამარიაში. არა, ეს გადაწყვეტილება ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ მიიღეს. ნიდერლანდები არ აწესებს აკრძალვებს არც ერთი სხვა ქვეყნის პროდუქციაზე, თუნდაც ის ქვეყანა რაიმე სახის ტერიტორიულ დავაში იყოს. ეხლა, დავაზუსტოთ. ისრაელი არ ებრძვის მიწის დავას. ეს არის დაპირისპირება იუდეო-ქრისტიანულ ღირებულებებსა და ჯიჰადისტურ სიკვდილის კულტს შორის.
მაგრამ ეს არსებითად არ არის მთავარი. ნიდერლანდები ამას მიწის დავად აღიქვამს და მხარეს იჩერს მცდარი ნარატივის საფუძველზე. სწორედ ამიტომ ევროკავშირი თითქმის 200 წლეულია არაბებისთვის არალეგალურ სახლებს აშენებს C-ზონაში. მიზანი არის ებრაელების გაძევება და ეგრეთ წოდებული პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. როგორც ძალიან კარგად ვიცით, ესეთი ერთეული ისრაელის სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ სანამ გუშ ეციონიდან ალუბალს ან შილოდან ღვინოს არ ყიდულობ, რადგან სწორედ ამიტომ არ გვაქვს მშვიდობა, ხომ ასეა? ვამბობ სირცხვილი ნიდერლანდებსა და ყველა სხვა ქვეყანას, რომლებიც დისკრიმინაციას უწევენ ერთადერთ ებრაულ სახელმწიფოს. აი კიდევ ერთი ამბავი, რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს ევროპის კავშირის როლთან დაკავშირებით იუდიასა და სამარიაში. ისრაელის სადამკვირვებლო ჯგუფ რეგავიმის მიხედვით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პალესტინის ავტონომიის არალეგალური დასასვენებელი კომპლექსი ახლახან აღმოაჩინეს ისრაელის სახელმწიფო მიწაზე, C-ზონაში. ეს ახლოსაა განახლებულ სანურის თემთან, ჩრდილოეთ სამარიაში. ადგილზე არის დიდი შესასვლელი კარიბარი, მისასვლელი გზა, საბავშვო მოედანი, სკამები და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები. რეგავიმი აცხადებს, რომ ადგილზე განთავსებულ ოფიციალურ ნიშნებზე აღნიშნულია, რომ პროექტის დამფინანსებელია ევროკავშირი. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ფაქტების შექმნა ადგილზე არალეგალური პალესტინური მშენებლობის გაფართოებით C-ზონის მასშტაბით. რეგავიმი ასევე მიუთითებს იმაზე, რასაც თავად აშკარა ფარისელობას უწოდებს. რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა თავად რეგავიმს. ორგანიზაცია დაადანაშაულეს იმაში, რომ ისრაელის სამართლებრივ სისტემას იყენებს პალესტინელების არალეგალური მშენებლობის გასაპროტესტებლად. ეხლა რეგავიმი ამბობს, რომ ევროკავშირი ერთდროულად აფინანსებს არალეგალურ მშენებლობას ისრაელის სახელმწიფო მიწაზე და ამავე დროს სჯის მათ, ვინც ამას ამხელს. ჯგუფი მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას დაანგრიოს ეს კომპლექსი და უზრუნველყოს ისრაელის კრაუნების აღსრულება C-ზონაში. და ეს არის მთავარი საკითხი. კანონის აღსრულება. ევროკავშირის შეჩერება, რომ არ დაარღვიოს კანონი და არ დააფინანსოს უკანონო პროექტები, ჩვენს შუაგულში ტერორისტული სახელმწიფოს შესაქმნელად. მაგრამ საბოლოოდ სწორედ ეს მოხდება, თუ ევროკავშირი და სხვები თავისას გაიტანენ. აი ამავი, რომელიც იერუსალიმში სერიოზულ უსაფრთხოების შეშფოთებას იწვევს. ისრაელის პოლიციამ დააკავა იუდეასა და სამარიიდან ჩასული 17 არალეგალური პალესტინელი. მას შემდეგ რაც ისინი აღმოაჩინეს იერუსალიმის ბეით საფაფას უბანში მდებარე სკოლაში მცხოვრებნი. პოლიციის ინფორმაციით ჯგუფმა სკოლის ნაწილი საცხოვრებელ სივრცედ გადააქცია, სადაც მოწყობილი ჰქონდათ საწოლები, მატრასები, საშხაპეები და პირადი ნივთები. აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც შეშფოთებულმა მშობლებმა სამართალდამცავებს საეჭვო ქმედებების შესახებ აცნობეს. მაშინ როცა სკოლაში ბავშვთა საზაფხულო ბანაკი მიმდინარეობდა. სკოლის ადმინისტრაციის აზრით, მამაკაცები შენობაში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იმში იმალებოდნენ, სანამ ისინი ჩვეულებრივი უსაფრთხოების პატრულირების დროს აღმოაჩინეს. ყველა 17 ეჭვმიტანილი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან უკანონო ყოფნასა და უნებართო შეღწევას. განსაკუთრებით იმ ობიექტებში, რომლებიც ბავშვების მიერ გამოიყენება და ისინი პირობასდებენ, რომ გააგრძელებენ კანონის აღსრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად. მადლობა ღმერთს, რომ ისინი დააკავეს და არავინ დაშავებულა. და ბოლოს ამ კვირაში დავასრულოთ პოზიტიური ამბებით. ახალი ებრაული საზოგადოება ფესვებს იდგამს ჩრდილოეთ სამარიაში. 12 პიონერული ოჯახი გადავიდა ებალში. ახალად დაარსებული დასახლებაა ებალის მთაზე, შხემის ჩრდილოეთით. მათ შორის არიან ნოამ და ნაიმა ოზრი, რომლებმაც დატოვეს პიდუელის საზოგადოება, რათა დაეხმარონ იმაში, რომ ერთ დღეს აქ 600 ოჯახიანი ქალაქი აშენდეს. მიუხედავად იმისა, რომ დროებით საცხოვრებელ ვაგონებში ცხოვრობენ და არ აქვთ გამდინარე წყალი, გაზი ან ასფალტირებული გზები არ აქვთ. ოჯახები ამბობენ, რომ მზად არიან გააძლიერონ ისრაელის ყოფნა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე. თემში უკვე ფუნქციონირებს სასოფლო-სამეურნეო იეშივა, 15 სტუდენტი და ელექტროენერგიას ამჟამად მზის ენერგიით იღებენ. ნოამი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ სახლების აშენებას არ ეხება. მან თქვა, რომ ებრაელი ხალხი ამას 2000 წელი ელოდა და ლოცულობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ებალის სინაგოგა უნიკალურად არის განლაგებული ისე, რომ მიმართულია როგორც იოსების საფლავისკენ, ასევე იერუსალიმის ტაძრის ფრთისკენ. სამარიის რეგიონული საბჭო ხედავს ებალს როგორც ერთ-ერთ ახალ თემს, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის პოზიციების გამყარებას ჩრდილოეთ სამარიაში. ნოამ მოსერიმ დაამატა: ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ხსნა გზაშია. და ეს იყო ყველაფერი ამ კვირის ჯუდიაკაციისთვის. დიდი მადლობა პროდიუსერ ბარბარა ჰამინოს, ინჟინერ არვო გალანტერს, ზაკ სიკერმანს, რაიან ლიფშეც, სადგურის მენეჯერ იური სვედეცკის და ვიდეო რედაქტორ ოლგა სენატოვს. დარწმუნდით, რომ ნახავთ ყველა შესანიშნავ პროგრამას JNS-ზე, არონ ვოგოლენტერთან ერთად.
მოგცეთ სუპერ მადლობა. გამოიწერეთ და რა თქმა უნდა, ეცვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. შეხვედრამდე მომავალ კვირას აქ, Judaication-ზე, ხოლოდ JNS TV-ზე.